მოგესალმებით თითოეულ თქვენთანაც უყურებთ მადლობა იმის რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცავთ გაგეცნობთ მე ვარ კატო ესეთი შეტყობინება მე ვიყე რომ კითხვების რეჟიმში გქონდათო გაშლები ანუ სავდით კი თქვა პირობითად 5 კითხვას და ნუ ვოისით იღებდით პასუხებს კი მეგობრებო ანუ ჩვეულებრივად ისიც არის არსად არ წასულა ანუ 10 კითხვის ღირებულება 50 ლარია, ხოლო 5 კითხვის ღირებულება 30 ლარი. ისე ჩვეულებრივად შეგიძლიათ თუ თქვენთვის უფრო კომფორტულია, დაასვათ თქვენთვის სასურველი კითხვები და მიიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები. თქვენს კითხვებზე, ხო? ვოისით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა. ნახოთ, ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს, თქვათ, პირად ცხოვრებაში, რა ხდება ფინანსური კუთხით და როგორ განვითარდება პირადი ცხოვრება და ფინანსური კუთხე. ერთ ვარიანტს გავაკეთებ, ანუ სიგნიფიკაცია იქნება ამ ეტაპზე რა ხდება და შესაბამისად მარტივად მიხვდებით თქვენია თუ არა გაშლა და ნახოთ, ნუ ვიღაცთვის შესაძლებელია თქვათ მარტო ფინანსური კუთხე იყოს, ან მარტო პირადი კუთხე იყოს, ხო, ესე რომ ვთქვათ. ნახოთ, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში რა არის ახლა, რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში? ფინანსური კუთხით რა არის ახლა, ანუ რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში? და ნახოთ, როგორ განვითარდება პირადი ურთიერთობების კუთხით თქვენი ცხოვრება, როგორ განვითარდება. რაღაცა ძალიან ისე ამოვიდა, მაგრამ რახან ამოვიდა იყოს. და ნახოთ, ფინანსურად როგორ განვითარდება. და ეს ფანი არც თუ ისე ცუდი არკანი არის, ეს არის მოძრაობა, ეს არის წინსვლა, ეს არის მიზნები და როგორც ჩანს, რაღაცა ახალი ეტაპისკენ მივდივართ. ნახოთ, აბა, ნახოთ. პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში მე ესე ვიტყოდი, რომ აქ არის ურთიერთობა, რომელიც რაღაცა მომენტია შესაძლებელია, რომ უბრალოდ კომფორტის ზონაში შევედით და რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა გვინდა, ხო, ანუ რაღაც განახლების მდგომარეობა არის ეს, რაღაცა სიტუაციები, რომელიც ну ვერ ვიტყვი აქ რა ურთიერთობა დასრულებული ან რაღაცა ისეთი მომენტი არის აქ არ არის დასრულებული ურთიერთობა აქ არ არის წასული ურთიერთობა აქ უბრალოდ არის ურთიერთობა სადაც ძალიან კარგად ვქნობ თავს ძალიან სასიამოვნოთად ვქნობ თავს ვერ ვიტყვი რომ ცუდი მდგომარეობა არის ნამდვილად ურთიერთგაგებაც არსებობს აქ არსებობს ის მომენტი როდესაც სიამოვნოს ერთმანეთთან კომუნიკაცია მაგრამ არის უბრალოდ რაღაცა კომფორტის ზონა შევიქმნით და იმის იქეთ აღარ ვითარებთ სიტუაციას, ხო? აქ რაღაცნაირად ამ ეტაპზე ხართ ესეთი მომენტი, რომ გინდათ რაღაცა სიახლე, გინდათ უფრო მეტი ემოციები, უფრო მეტი ენერგიები, ხო? ნუ შეიძლება ზაფხულია და უბრალოდ რაღაცა ერთობლივად გასვლა გინდათ ან რაღაცა სხვა ფორმა გინდათ, ხო? მისცეთ თქვენს ცხოვრებას სხვა ხიბლი ხო რაღაც სხვა ენერგიები. მე არ ვიტყვი აქ რომ რაღაცა ისეთი გაჩერებული, ანუ დასრულებული სიტუაცია, თუმცა რაღაც პატარ-პატარა უთანხმოებების მომენტი ნამდვილად არის და რაღაცა ცვლილებების სურვილი ნამდვილად არის. ნუ დასტის ფონის აშკარად გვეუბნება. მოდით როგორ განვითარდება პირადი ურთიერთობასთან მიმართებაში სიტუაციები. ნახეთ როგორ განვითარდება. მოდით აქ ესე ვიტყოდი, რომ აქ აშკარად ცოტა ესეთი სიტუაცია არის, მე მგონი შეიძლება ითქვას გაუგებრობაში რო ხდება სიტუაცია, ხო, რაღაც გაუგებრობა არის. ფაქტიურად დიდი ეს რაღაცა ცვლილებები არ არის, აქტიურობა არ არის, უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტია, რაღაცა გავჩერდი. და ну, კაი, თქვები იმით, რაც მანამდე იყო, ხო? თქვა თქვები იმით, რაც უბრალოდ მანამდე დავალაგეთ. როგორ განვითარდება ურთიერთობა? აქ ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც რეალურად
არ ხედავთ შეიძლება ითქვას არც თქვენ და არც თქვენი პარტნიორი რაღაცა შანსებს, ხო? ანუ შანსებს როგორი მომენტი ხა ყველას თავისი პრობლემა, ყველას თავისი სიტუაცია აქვს, მაგრამ აქ უბრალოდ ადამიანები არის, რომ აი რაღაცა ამ მოგვარების მომენტს ვერ აღიქვავენ, ხო? ანუ არ ემთხოვართ ერთმანეთს თქვენი და მისი სურვილები და ფიქრები და მოგვარების პრინციპები შეიძლება ითქვას. თუმცა აქ ურთიერთობა ნამდვილად გაგრძელებადი არის. აქ ურთიერთობა იქნება ემოციით სავსე. ნუ ვიღაცისთვის ესე ვთქვათ შესაძლებელია ოჯახური თანაცხოვრებით ეს დასრულდეს. ვიღაცისთვის რაღაცა, ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ, აქ ურთიერთობის გაჩერება ნამდვილად არ იქნება. შეიძლება ეხა ამ ეტაპზე არის რაღაცა სიტუაციურად გაჩერებული, მაგრამ ეს ურთიერთობა არ იქნება გაჩერებული, ეს ურთიერთობა არ იქნება დასრულებული. ნუ შესაძლებელია რაღაც მომენტში ითქვას, რომ ვიღაცისთვის ცოტა ესე რეზონირდეს მაგალითად ესე ვთქვათ ოქტომბერში, ხო, 4 თვე ან რაღაცა ოქტომბერში უფრო დაიძრა სიტუაცია, ხო, რაღაცა ეს პერიოდი არის საჭირო იმისთვის, რომ გადაილახოს, რაღაცები გადალაგდეს, გაანალიზდეს და ნუ რაღაცა ოქტომბერში, რაღაცა 4 თვეში, პრინციპში ოქტომბერი უწევს, ხო, 4 თვეს ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ხო? 4 თვეში რაღაცა ესეთ პერიოდში, ნუ ვიღაცისთვის ხა 4 კვირაში დაალაგდება ეს ყველაფერი, ხო ძალიან კარგი, მაგრამ ნუ უფრო შემოდგომის პირის მდგომარეობა არის, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ არ ღირს არაფერზე ლოდინი, არ ღირს უკვე მოვიდა დრო, დაიწყოს თვითონ მოქმედება და განახლებული ურთიერთობით, ანუ განახლებული ენერგიებით შემოიტანოს თქვენს ურთიერთობაში რაღაცა ცვლილება. ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ როგორ განვითარდება უახლოეს პერიოდში, ანუ უახლოეს პერიოდი თქვათ პირობითად მე ყოველთვის გულისხმობ მაქსიმუმ 1 თვეს, რაღაცა 2 თვეს, ხო? და არაფერი ისეთი დიდი ცვლილება არ იქნება, მაგრამ სამაგერად აი ამ შემოდგომის პირზე უკვე შესაძლებელია უფრო რაღაცა სხვა ემოციებისკენ, სხვა ფორმით შევუდგეთ ურთიერთობას. ძალიან კარგი. ნახოთ ფინანსური კუთხით რა ხდება. ნუ ფინანსური კუთხით რაღაცა. მოდით ესე ვიტყოდი, რომ აქ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური კუთხით შეიძლება რაღაცა პატარა პრობლემების მომენტი ნამდვილად იყო, მაგრამ ნელ-ნელა იწყებთ გამოსვლას ამ სიტუაციიდან. ნუ ახლა შეიძლება ითქვას, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც აი ყველაფერი დაალაგებულია, ვთქვათ, სამსახურიც ვიშოვეთ, ანუ ან ხელფასი მოგვემატა, ან რაღაც, ხო, არა. ნახეთ აქ როგორი მომენტია, იცით? აი ვიწყებ მოძრაობას და განახლებას, ვიწყებ ახალი შესაძლებლობების მოძიებას, ახალი მიზნების ჩამოყალიბებას. შეიძლება ვიღაცა სწავლობს და რაღაცა ახალ სწავლობს და მე ამის ჩაშვებას აპირებს, ხო, აი რაღაცა ვთქვათ, ავიცი, რაღაც სხვა მიმართულებას, ხო? ანუ აქ ამ ეტაპზე ეხა არის თქვენთვის როგორი ეტაპი, იცით? მივიღე გადაწყვეტილება, მე უნდა გავიმარჯვო ამ ყველაფერზე და ახალი ეტაპები დავიწყო. ანუ მე ვიხსენებ, როგორი წარმატებული ვიყავი, რა შესაძლებლობები მაქვს, მიზნებს ვისახავ, უნდა ვიბრძოლო, უნდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღო წარმატება, მივიღო გამარჯვება, მივიღო რაღაცა ის, აი, როგორი მომენტია, იცით, აი, აქამდე თუ გაჩერებული იყავით მატერიალური კუთხით და დიდად არ ცდილობდით, შეიძლება უბრალოდ კომფორტის ზონა გქონდათ შექმნილი, თქვათ, პირობითად სამსახურის შეცვლა არ გინდათ, გეშინოდათ, ან რაღაცა სიახლეების დაწყების გეშინოდათ. აი, აქ უკვე არა, всё, მორჩა, მე ამას აღარ დავთანხმდები, ანუ აღარ მინდა ესე და უნდა გავიწყო მუშაობა, ხო? ანუ თუნდაც საკუთარ თავთან მუშაობა იმის, რომ მეტი დისციპლინა ჩამოვაყალიბო ჩემს ცხოვრებაში, ხო? მეტი მოვსთხოვო ჩემს თავს, იმიტომ რომ მე ამისი რესურსი რეალურად მაქვს, იმიტომ რომ ეს შეიძლება არაერთხელ ცვლილება ყოფილა თქვენს ცხოვრებაში და ყოველთვის აი ეს ცვლილება ამ კომფორტის ზონის დარღვევა თქვენთვის საბოლოო ჯამში გამხდარა
ძალიან კარგი შედეგის მომტანი, ხო? არის ეს მომენტი. და როდესაც გახსენდებათ ის, რომ მე ყველა რისკთან ერთად ყოველთვის ვახერხებდი იმას, რომ გამარჯვებული ყოფილიყავი ამ სიტუაციაში და გამართლებული ყოფილიყო ჩემი რისკი, აი ზუსტად აი ამ ეტაპზე ხართ ახლა. როგორი იქნება ფინანსური კუთხით? აქ ცოტა ესეთი მომენტი არის ფინანსური კუთხით, როგორ იქნება, ნახეთ, არ გაგიტაცოთ რაღაცა ისეთმა სიტუაციებმა, როდესაც ცნუნებებმა, როდესაც თქვათ თქვენ მიმავალ გზაზე არ შეგეჩეხოთ ისეთი მდგომარეობა, რომ აი რა დროს ეს იყო, ეხლა სხვა რაღაცა ჯობდა, ხო, თქვათ იქ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც პარტნიორულ ურთიერთობასთან მომენტში იყოს ის მომენტი, რომ აი ეხლა ამის დრო არ არის და მოდი თქვათ რაღაცა ჩვენ პირადი დავალაგოთ, ან უბრალოდ პირადზე მეტი ვიფიქროთ და უკან მოგჩეს ეს. ანუ ნახეთ, როგორ განვითარდება, აქ იქნება ცდუნებები, აქ იქნება მომენტები, როდესაც ხელი შემშლელი ფაქტორების მდგომარეობა იქნება, ამიტომ აქ ძალიან მეტი გონიერება უნდა ჩართოთ, აქ უნდა ჩართოთ თქვენი მაქსიმალური ინტუიცია, თქვენი აი ნახეთ, აქ ეხლა რომ დაიწყეს თქვენ დისციპლინაზე მუშაობა და აი ეს რაღაცა სტრუქტურის შექმნა, ამ სტრუქტურას არ უნდა დაარღვიოთ. ახლა ნუ ერთი დღე და თქვათ რაღაცა ერთი დღე ჩავარდნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა დაიქცა. ნამდვილად არ არის, ანუ ჩვეულებრივად შესაძლებელია, რომ ერთი დღე ნუ ვიღაცა ხასიათზე არ იყოს, მაგრამ ეს არ უნდა მიეცეს სახე 2-3 და მიყოლებით და ნუ აი თქვათ რაღაცა დაგეკმილი მაქვს, რომ ამ კვირაში ყოველ დღე მე უნდა ავდგე და ვივარჯიშო, ხო? არის ესეთი მომენტი, ვიწყებთ ვარჯიშს და ნუ რაღაც მოხდა, რომ 4 შაბათ დღეს ვერ ვივარჯიშეთ და ნუ მერე ვანებებთ საერთოდ თავს, ხო? ანუ 5 შაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა რომ წინ არის და შეგვიძლია გავაგრძელოთ და ის ერთი დღე არაუშავს თუ ვერ მოვახერხეთ ვარჯიში, შემდეგ გავაგრძელოთ და ბოლო თქვათ ერთი კვირა თუ გვაქვს ესე ჩათქმული, რომ ზუსტად ერთი კვირა უნდა იყოს, 2 შაბათი მივამატოთ და ეს არის, ხო? აი, ნახეთ, გადავწიოთ ბოლო, ხო, იქეთ, აი აქ თქვენი სტრუქტურის შექმნის დროს შესაძლებელია რაღაც პატარ-პატარა ჩავარდნების მდგომარეობა იყოს, ხელი შემშლელი ფაქტორები, ხო, თქვათ, აქ პირადში რაღაცა ცოტა ისე აი რატო არ ვითარდება, თქვათ, დაგვეზაროს ოდინი რაღაც ცოტა დისკომფორტის მომენტი გქონდეს და მოდი ხა მე თქვათ დაქალებთან ერთად, მაკაცებთან ერთად წავალ სადღაც გასართობად რაღაც. კი, ერთი დღე ნამდვილად კარგია, მაგრამ ამას არ უნდა გადაყვეს თქვენი მთელი სტრუქტურა, იმიტომ რომ აქ სტრუქტურა გჭირდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ფინანსური მდგომარეობისთვის, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია, აი ნახეთ, ორივე შემთხვევაში მე ესე ვუყურებ, რომ თქვენ რეალურად პირადი და ფინანსური რესურსები ერთმანეთზე ძალიან გაქვთ გადაბმული, ხო? ანუ ეს არ არის ის მომენტი, აქ ისეთი ადამიანები ხართ, რომლებსაც თუ პირადი დაალაგებულია, ფინანსები დაალაგებულია, ფინანსი დაალაგებულია, პირადი დაალაგებული, ანუ რაღაცა ერთმანეთზე გაქვთ გადაბმული ეს ყველაფერი და ცოტა შეიძლება ერთი მხარე აირია და მეორეც აირია, ხო? და აქ თქვენ გადიხართ ამ სიტუაციიდან, თქვენ აუცილებლად გახვალთ იმ სინათლეზე, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენ პირადშიც და ფინანსებშიც, ამიტომ თან მოყვება პენტაკლების მეფე და მიიღებთ ყველაფერს ის, რაც მნიშვნელოვანია, ამიტომ უბრალოდ არ შეცვალოთ თქვენი მიდგომები, თქვენი ცვლილებების სურვილი, თქვენი რაღაცა ეს კომფორტის ზონის დარღვევა და უფრო მეტად მუშაობა თქვენს რაღაცა მიზნების და ოცნებების ასრულებისკენ. ხო, აი ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ფინანსები. გითხრათ ახლა ამ წუთას, რომ ძალიან იდეალური ფინანსები გექნებათ მეთქი უახლოეს პერიოდში, შეიძლება ეს არ იყოს იდეალური ფინანსები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ის მომენტი, როდესაც ნახეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩაეყრება საფუძველი იმ მდგომარეობას, იმ სიტუაციას, რომელიც დღეს შეიძლება უცბად არ მოვიდეს, მაგრამ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ
თქვენი ფინანსური რესურსი იქნება სტაბილურად შემოსავლიანი და სტაბილურად ისეთ მდგომარეობაში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. აი ეს მინდოდა მეთქვა. მოკლედ, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობების მატერიალურ კეთილდღეობას, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოხმაურებას აკეთებთ და მიწერთ ხოლმე თქვენს გულებს, თქვენს კომენტარებს. ეს ძალიან სასიამოვნოა, ძალიან სიამოვნებს. ვცდილობ ყოველთვის წავიკითხო და დავაგულო, ესე რომ ვთქვათ. და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის. დროებით.